მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია გივი გალანტია. მე ვარ განსაკუთრებით ამაყი მაშინ, ალბათ შენიშნავდით, როდესაც ჩემი ყოფილი მოსწავლე არის ჩემი სტუმარი და ძალიან მიხარია, რომ ის თაობა, რომელთან ურთიერთობასაც რაღაცა პერიოდი შევალიე, ასეთი დივიდენდებით მიბრუნდება. გივიკო არის ქიმიკოსი, ის ამ წუთას საქმიანობს ბელგიაში, არის ქიმიის დოქტორანტი. თავის დროზე იყო სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი და ზუსტად ახლა ვსაუბრობდით მაგაზე, რომ ძალიან მადლიერია ამ უნივერსიტეტის არსებობის, იმიტომ რომ ეს იყო საშუალება მისთვის, რომ გასულიყო ქვეყნის გარეთ და ის კომპეტენციები შეეძინა, რაც აქვს და საკმაოდ ასეთ ადრეულ ასაკში დოქტორის სტატუსზე ფიქრობს უკვე. ჩვენ საბჭოთა გამოცდილების საწინააღმდეგო საბჭოთა კავშირში როგორ იყო დოქტორი რო ხდებოდა და პროფესორის სტატუსი რო გეძლეოდა და თან და მომკვდარიყავით. ახლა შეიცვალა ეს, რომ PhD, ანუ პროფესორის, კი არა და დოქტორის სტატუსი, პროფესორი თანამდებობაა, ხო? დოქტორის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ განაცხადს აკეთებ მეცნიერებაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოძებნე დრო და მოხვედი და აი ესე ძალიან ჩქარა მომაყარე იმდენი რამე უცებ და ძალიან ჩქარა გავცვალეთ ინფორმაცია და ძალიან მიხარია, რომ გარდა იმისა, საერთოდ ისი პრობლემა არის, იცით, რასაც მე ვუყურებ, გარდა იმისა, როდესაც ადამიანი კონკრეტულად მის სფეროში იხარშება, აი იმ პროფესიას და იმ ადამიანებს აქვს წარმატების წინაპირობა, ვისაც შეუძლია, რომ ამ ყველაფერს ზოგადად, აი ჰოლისტურად, რაღაც ფილოსოფიურ კონტექსტში შეხედოს და შენ ეს თანშობილად გაგა. ამას არ ჭირდებოდა განათლების სისტემები, იმიტომ რომ ასეთი დაიბადე საოცრება. და ეხლა მინდა რომ აი ის შენ რაც გააკეთე რაღაცა ორი სიტყვით მოყვე შენს ევროპულ გამოცდილებაზე, ხო? ანუ როგორ გახვედი, რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა და აი რა გზა გაიარე ორი სიტყვით რო თქვა, იმიტომ რომ იქნებ ფილმს დაეხმაროს. კი ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა და მართ ძალიან მინდა რომ ყველა ეს შევძლო თუნდაც სსიპოება თუ მის პირველ სკოლაშიც რომ მოხდეთ ჩემს მასწავლებლებს ვესაუბრო, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ძალიან დიდი როლი ჰქონდა თუნდაც ჩემს თითოეულ მასწავლებელს, არა მარტო ქიმიის მასწავლებელს, თითოეულ ჩემს მასწავლებელს იმაში რომ პასუხისმგებლობა ჩამომყალიბებოდა ამ საქმის მიმართ და ზოგადად ის რომ განათლება მნიშვნელოვანი რაღაცაა, ამაზე მიფიქრა. ანუ განათლების ღირებულებაზე და მნიშვნელობაზე. ნამდვილად ეგ იყო, იმიტომ რომ რავი, კარგია, როდესაც კითხულობ წიგნს, ეგ მაგარი იყო თავიდანვე და მიმაჩნია რომ ჩემმა მასწავლებელმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამაში, რომ მე წიგნები მეკითხა. და რავი, დიდი მადლობა. მოკლედ. რაც შეეხება ჩემს გზას, მაშინ როდესაც დავამთავრე უკვე პირველი სკოლა და ჩავაბარეთ გამოცდები, თქვენთანაც რომ მოვედი, მაშინ უნარები იყო ჯერ კიდევ. ძალიან კარგი გამოცდა მე თუ მკითხავთ. არ ვიცოდი, მინდოდა სამედიცინო, ძალიან ბევრ სხვა რაღაც ვფიქრობდი, მაგრამ გამოჩნდა სან-დიეგოს უნივერსიტეტი, სადაც იყო იმის საშუალება, რომ მესწავლა ქიმია, მესწავლა ამერიკელი აკრედიტებული პროგრამით, ახალ ლაბორატორიებში, რაც ძალიან კარგად ჭრებდა. მარტო სან-დიეგოსაც დავაბრალებთ ოჯახში ორი ქიმიკოსი. ეგეც საოცარი ადამიანები და ეს რაღაცა ტრადიციასავით გამოგივიდა. კი ბატონო, ტრადიცია იყო ნამდვილად თან რო არ დავმალო ისიც იყო რომ ქიმიასთან მართლა ბავშვობიდან მქონდა შეხება და ვიცოდი რაც შეიძლება და მეცნიერებით რომ გაკეთებინა, ძალიან მაინტერესებდა ქიმიაც. მაგრამ სამედიცინო სფეროს ხიბლი რაც აქვს ყველა ახალგაზრდას ჩემი აზრით, ჩემს ასაკში მაინც მით უმეტეს ძალიან პოპულარული იყო ჩემს დროს. მეც მქონდა. მაგრამ იყო ეს საშუალება და რატომაც არა ვიფიქრებ, ცადოთ, ცოტათი რისკია, ახალია, არავინ არაფერი არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ცუდად არ ჟღერდა მოკლედ ის შემოთავაზება. ძალიან მედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ იმ პირობებში, რა პირობებიც იყო, იმ განათლების დონით რა განათლებაც იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევანი გავაკეთე.
ესაც როდესაც ვიხსენებ ანუ ბელგიაში ჩასვლას ძალიან რთული იყო. და სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან პირდაპირ ბელგიაში წახვედით. სან-დიეგოს უნივერსიტეტში ვისწავლე 4 წელი, სადაც ავიღე ბაკალავრის დიპლომი და შემდეგ მაგისტრატურაზე როდესაც ვაბარებდი, იყო გადაწყვეტილება მისაღები, ან ისევ ამერიკაში უნდა გამაგრძელებინა სწავლა ისევ სან-დიეგოს უნივერსიტეტში, ან ბელგიაში მირჩიეს ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომ ხო არ გეცადა ძალიან საინტერესო უნივერსიტეტი ჩანს, სადაც ასევე ძალიან დაბალი იყო გადასახადი. მაგასაც მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისთავად ამასაც. გარდა ამისა, ბელგიის სან-დიეგოს უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხე. სან-დიეგოს უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე და როდესაც დოქტორანტურაში ვაბარებდი, იქაც მქონდა სრული დაფინანსება სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, რომ გამაგრძელებინა 5 წლიანი პროგრამა, სადაც სამაგისტრო და დოქტორანტურა ერთად იყო გაერთიანებული. ამის შემდგომ როდესაც დავამთავრე 4 წელი, თბილისში იყო მაშინ ჩამოსული, სწორად რო გავიგოთ, თბილისში იყო სატელიტი პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტის. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჯობდა გამოცვლა პირობების, ჯობდა გამოცვლა გარემოსი, ჯობდა გამოცვლა თუნდაც კონტინენტის, რომლისგანაც განათლებას მივიღებდი. იმიტომ რომ, ცადეთ მოკლედ ამერიკელები რა გოშვებიან საქმეს, მოდი ახლა ევროპაში ვცადოთ რა ხდება. და აზრით და თან იმ აზრით, რომ კეილოვანი მართლაც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იყო, ძალიან დამაინტერესა მათ იმ კვლევამ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი, რომ აი კვლევაში მართლა რა კვლევა იყო? ზუსტად ის, რასაც დღეს ვაკეთებ. ეს იყო სუპრამოლეკულური ქიმია, მაკროციკლების, გვალი მოლეკულების, რომელთაც შეუძლიათ, რომ როგორც ასპინძელი ისე მოიხსნენ სტუმარ მოლეკულებს. ეს შეიძლება შემდგომ გამოიყენო გასაწმენდად, გასაფილტრად რაღაცეების აირში ცუდი ნივთიერებების დასაჭერად და ასე. ანუ ეს მასპინძლები განსაზღვრავენ, რომელი უნდა შემოუშვას და რომელი უნდა გავუშვას. დიახ. ესეც კი, კარგი მასპინძლები არიან ისინიც. მომ ცოტა შერჩევითი. და აი ეს და რა სფეროში გამოიყენება ეს მასპინძლები? დღესდღეობით ყველაზე რაც მახსენდება ხა პირველი არის ჰაერის გამწმენდები. აი ეს აეროზოლებში არის ერთ-ერთი და ის მითი არის, რომ ატმოსფეროს ფენებს აზიანებს და ოზონის სფეროს ეს იყო სწორია თუ მითია? ეს ძველად იყო ფრეონის ამბავი, რომელმაც ოზონმა დააზიანა, თუმცა აეროსოლებში არის CO2, რომელიც თავისთავად აზიანებს. თუ CO2-ს გამოუშვებ, ყველანაირი ფორმით CO2 დააზიანებს გარემოს. აეროზოლებში თვითონ სხვა შემცველი სხვა რასაც შეიცავს აეროზოლები, იმათი გავლენა გარემოზე მე რო თქვა, რომ ეხლა არ გამოიყენოთ რაღაცა კონკრეტული ფირმის აეროზოლი, იქნება სიგიჟე, იმიტომ რომ მე არ ვიცი ზუსტად იქ რა ნივთიერება, მაგრამ რაც არის ფაქტი არის ის, რომ თუ CO2-ს ნებაყოფლობით ესე უბრალოდ ჰაერში უშვებ, იგი უკვე ავტომატურად იმას და CO2-ს არ უშვებთ ჩვენ ცრუს უნთქავთ. კი, მაგრამ მანქანებით CO2-ს ჩვენ უშვებთ, იმიტომ რომ სუნთქავთ და ცხოვრება გვინდა და აეროზოლს უშვებთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ცუდი სუნია. რაც ჩემი აზრით მაგით ცხოვრების ნაწილია. ხო, მაგრამ ნუ ეს მასლოუს პირამიდაში ჩემი აზრით ცოტა არის. ცოტა სუნთქვა ცოტა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცუდი სუნი რო არის, თან არ ვიცით რის გამო შეიძლება ეს სუნი იყოს. გარდა მაგისა რაში გამოიყენება მასპინძლები? მასპინძლები ბოლო პერიოდში ან თუნდაც მე რაზეც მუშაობდი არის მწვანე ქიმიის კიდე ერთი გაგრძელება, აი პლასმასი, რომელსაც ვერ ვშლით. პლასმასი არის მე მიმაჩნია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოგონება, რომელიც ძალიან მაგარია, უბრალოდ ერთი დიდი პრობლემა აქვს, რომ ვერ ვშლით. მაგრამ აი თუ ჩვენ გვეყოლება ისეთი მოლეკულების, თუ ექნება ისეთი მოლეკულებისგან შექმნილი პლასმასი, სადაც წნადი რო იყოს. აი ზუსტად, აი მასპინძელი გვეყოლება და სტუმარი, ეს სტუმარი და მასპინძელი როდესაც ერთად იქნებიან, მაშინ გვაქვს სიმხარე პლასმასი, მაგრამ როდესაც შევცვლი პირობას და მასპინძელს ვეთქვი, რომ ვეყო, ეს სტუმარ მასპინძელიც დაიშლებიან და შესაბამისად აღარ გვექნება ის მიკროპლასტიკების პრობლემა, რაც ახლა გვაქვს, ანუ ცოტა შორის მაგ პლასტიკების მომატებასთან აკავშირებენ აუტისტური სპექტრის ზრდას, რაღაცა თითქოს პლაცენტაშიც იპოვესო და მიკროპლასტიკებში არის. კი ბატონო, მიკროპლასტიკებს პოვებენ ყველგან. მიკროპლასტიკები იპოვეს ევერესტის მწვერვალზეც,
მიკროპლასტიკები ძალიან კარგად გროვდება თურმე ჩვენს ტვინში, რაც ბოლო პერიოდში გავიგე. მაგრამ მე ჩემი ჯგუფის ლიდერი, ანუ ჩემი პროფესორი ასევე ჩართული არის ევროპის ყველაზე დიდ გრანტში მიკროპლასტიკების გავლენაზე ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც ვინმე რომ კონკრეტულად თქვას, რომ ამან ეს გამოიწვია არა. ესეთი რამე არ ხდება. ანუ ეჭვის დონეზე არსებობს, რომელიც ადრესდასტურებულა. ვივარაუდოთ, ვიეჭვოთ მეცნიერების შვენებაც მაგაშია, რომ სუბიექტური აზრები დავიწყოთ, მაგრამ ობიექტურ სიმართლემდე ოდესმე მივავთ. იცით, შენ შეიძლება მოგესწროს ახლა ინტუიციურად. ეს პლასტიკები რახან ამ დონეზე არ იშლება, ხო? ის იქნება უბრალოდ როგორც უსხო სხეული და არ მგონია გავლენა მოახდინოს იმას და ცოტა მეჭვი მეპარება მაგაში. წმინდა ინტუიციურად და ლოგიკით მეტი არა. ჩემი ერთ-ერთი ვარაუდიც ალბათ ეგ იყო, მაგრამ ის აქტიური ნივთიერება არ არის, ხო, არის თავისთვის. აი, ცოტა ისეთი არის, აი, ბიოლოგიური სისტემა თუ არის ეს, პლასტმასი არის რაღაც ორთოგონალური მისთვის, ანუ საერთოდ სხვა სიბრტყეშია, რომელიც ესე არ უნდა მონაწილეობდეს, ესე ანუ არ უნდა მოახდინოს გავლენა. კი ბატონო, მაგრამ მეორე მხრივ ის არის, რომ ბიოლოგიური სისტემა მიუხედავად იმისა, რომ არის ულამაზესი, ძალიან ელეგანტური და ძალიან კომპლექსური, აი ამ კომპლექსურობაში შეიძლება შესწავლების ჩანართმა შეიძლება გავლენა მოახდინოს. შესწავლების მარტივად დაშვება, რასაც ამდენ დაავადებას ზუსტად მაგიტოვებს, და უმრავლესობა დაავადებების ისი პრობლემაც ჩვენ გვაქვს არის აი ამ ბიოლოგიურ სისტემაში რაღაცა პატარა შესწავლა მოხდა, რაღაცა მთელი ჯაჭვურად ააყირაოს ხოლმე. კი ბატონო, ზუსტად ის მეცნიერებები და ის ამდენი მილიონები რაც ჩაიდო ამ კვლევაში ამბობს ზუსტად ამას, რომ სხვა განზომილებაში არის ეს ქიმია, ბიოლოგია სხვა განზომილებაში ძალიან დაბალია ამის შანსი, მაგრამ შეიძლება მეორე რაღაც მოხდეს, რომ არის მეტალები, რომელიც ვიცით ახლა იგივე ვერცხლისწყალი. ვერცხლისწყალი ან მოდის სხვა მეტალი ავიღოთ, ტყვია ხო შეიძლება რომ ერთ-ერთი ვერსია რა იყო რუსეთის მეფეები რომ გონება სუსტები იყვნენ იტალიისაც რომ ტყვის ის კონდათ სასმელი მილები ტყვის გადიოდა და პეტრე პირველი იმიტომ გადარჩაო რომ ძირითადად ამ თავისი დი სოფიას გამო სასახლეში არ იცდებოდა და სადღაც სოფელში დარბოდა მინდვრებში და იმაში ხო და ამიტომ გადარჩაო პეტრე პირველი ისიც ისეთი ფეცილი ხდება როგორც ანარჩენები კი ბატონო კი და აი ზუსტად ამ გაგრძელების არის შემდეგ რომ აი პლასტმასზე შეიძლება რომ ეს ტყვია უფრო დიდხანს გაჩერდეს, ვიდრე ტყვია სხვანაირად გაჩერდებოდა ორგანიზმში, რომ ისე შესულიყო. შემდეგ, ანუ ეს რაღაცა ტრანზიტული თვისებები ლაგდება, ხო? ხო, აი მე გამბავი რთულია, მაგრამ ანუ ეს არის შენი კვლევის ემპირიული გამოყენება, ხო? რაღაცა ემპირიული. ყველაზე ემპირიული, აი ეს არის ალბათ მართლა ის, რაზეც მე უბრალოდ მიწევს რომ ვიკითხო, რომ მე არაქიმიკოსებს უთხრა სად შეიძლება რომ ჩემი ქიმია მივიდეს. და სხვა მხრივ ჩემი ქიმია საკმაოდ ფუნდამენტური სფერო, საკმაოდ ფუნდამენტურ რაღაცებში თამაშობს. თუმცა, ну, აი ასევე მე რაც ბოლოს ვცადე, ეგ იყო, აი ზუსტად ესეთი სისტემით დამეშალა ერთ-ერთი ქიმიკატი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ანალოგად ქიმიური იერარქიის. ეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, რომ შემექმნა ესეთი სისტემა, რომელსაც როდესაც შენ გინდა, მაშინ შეგიძლია რომ შექმნა მატერია და ეს მატერია მე შეიძლება იმას რომ დაშალოს ქიმიური იერარქია. ანუ ქიმიური იერარქიის საწინააღმდეგო გაუნებელობა, ხო? აბსოლუტურად კეთილშობილური ამბავია. ისეთია უკუჩვენება რო არ აქვს. ატომს უკუჩვენება ქონდა, მაგრამ პოზიტიური მხარეც ხო და მაგას არ აქვს. ძალიან დიდი პოზიტიური მხარე, მაგრამ როგორც ჰაბერის და ბოშის პროცესის განვიხილეთ, კაცმა რომელმაც გადაარჩინა სამყაროში მშილისგან ხო, მაგ ორი სიტყვით მაგაზეც ვისაუბროთ. ხო, აი ქიმიას და ზოგადად მეცნიერებას ძალიან ჩემი აზრით ეთიკა უნდა ისწავლებოდეს. ამიტომ არის საჭირო ფილოსოფია, უნდა რომ შენი ნამოქმედარი მთლიანად გლობალურად სამყაროსთვის რისი მომტანი იქნება, ეს უნდა კონდეს ალბათ გააზრებული. მე მაქვს თარგმანი გაკეთებული, იმას ჩემ YouTube გვერდზე გვიდევს. აი როცა ატომი დაიშალა
ოპენჰაიმერი რო საუბრობს და თან რავქენით იცი ხმით არ გადავთარგმნეთ ტიტრები დავადეთ, იმიტომ რომ შეიძლება ხა ყველამ ვერ გაიგოს ლაპარაკი, მაგრამ ის დრამატიზმი რაც მის ხმაში იყო, ის მინდოდა რომ შეეგრძნო და უბრალოდ ტიტრები დავადეთ, იმდენად შემაძრწუნებელი იყო, როცა ადამიანი აცნობიერებს რა გააკეთა. თან ეს ყველაფერი იმით იკეთდება, ხო, კეთილშობილურის რახვები. ეს შედავთქვი რომ მე ვარ ღმერთის სიკვდილის ეს ინდური ეპოსიდან გადმოიტანა, კი. ლინკი აქ ჩაშვეს. ოპენჰაიმერი ძალიან კარგი ფილმია და ისედაც ალბათ ეს მორალური პრობლემა, რომელიც ოპენჰაიმერს გააჩნდა, მაგაზე უნივერსიტეტში იყო საუბარი. ეთიკა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ ის არის, რომ დარწმუნებული ვარ ყველა მეცნიერს, რომელიც ამ საქმეს აკეთებს, თუნდაც ოპენჰაიმერი ხომ მithumetes ძალიან ბევრს ფიქრობდა იმაზე, რა გააკეთა და ძალიან ბევრს ფიქრობდა შეიძლება და თუ არა მშვიდობის შენარჩუნება ამითი თუ უბრალოდ მასიური ეს ხო ენერგიის წყარო იყო, ხო? და როგორც ენერგიის წყარო, ესე რომ გამოყენებული იყო თქვა და არა იმიტომ რომ ადამიანები განადგურებული იყვნენ. მე მგონია რომ როდესაც მეცნიერები მუშაობენ უფრო მეტად შეპრობილნი არიან იდეით და უფრო მეტად შეპრობილნი არიან პრობლემით და უფრო მეტად აინტერესებთ რომ აი ეგ გავაკეთე. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება, ხო როგორი აზარტი იცის, ხო? და მე უცებ უი. ეს რა ხდება და აი იმ უიში გაქვს სადღაც ალბათ 3 დღე რომ მე მიხვდე ეს რაღაცა უნდა გადასცე ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს თუ საბჭოთა კავშირის. იგივე შეიძლება ითქვას კლონირებაზე, ხო? როგორი საინტერესოა, მაგრამ მეორე მხრივ როგორი ის აქვს მორალური, სამართლებრივი, ეკონომიკური ისინი დილემების წინაშე აღმოჩნდა. ამ დროს საინტერესოა ვიღაცა შენაირი რომ გაჩნდეს, ხო? მეორე სიცოცხლესავითა. კი, და კიდევ ერთხელ აი აქ ნამდვილად თქვენ როგორც ამბობთ ფილოსოფია უნდა ისწავლებოდეს მეცნიერებს, მაგრამ მეორე არის რომ მეცნიერებს ხშირად უბრალოდ რაღაცის გაკეთება მოწონთ და აზარტია და ძალიან ისეთი რომ შესაძლებლობების ზღვარი რო გაინტერესებს სადამდე შეიძლება მიხვიდე და ლამის არის ღმერთის ფუნქციებში შეიძლება შეიჭრა. მოვერიდოთ შარია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეხლა რა მაინტერესებს, იცი? აი რა განსხვავებას ხედავ, აი ესეთი ყველაზე თვალშისაცემი და ფუნდამენტური განსხვავება რა იყო? შენ საქართველოშიც მიგიხია სამ კონტინენტზე გაქვს, სამი კონტინენტი არა, გასმა რო თქვას, მაგრამ ორ კონტინენტზე სამი განსხვავებული სფერო, ხო, სამ სისტემასთან ქონია შეხება ქართული ამერიკული და ევროპული, ხო? აი რა რითი სუნთქავს თითოეული, აი რა განსხვავებს? შენ ხო იცი, ეს მაინტერესებს მე ყველაზე მეტად, ხო? როგორ არის შესაძლებელი? მე საერთოდ ვთვლი, რომ არის რაღაცა ზოგადკაცობრიული, ნებისმიერ განათლების სისტემაში რო დევს და აი ნებისმიერი ადამიანი რაღაცა სისტემაში რო ჩასვა, ისე იქცევა, როგორც სხვა მოიქცევა და მეორე არის რომ უნდა გათვალისწინებული იყოს კულტურული თავისებურებები, ერის ადამიანების რაღაცა ფსიქოტიპი, რა ვიცი, კლიმატიც კი, ზოგჯერ არის რომ კლიმატიც კი ქმნის რაღაცა ფსიქოტიპის ჩამოყალიბების წინაპირობას, ხო? აი ამ კონტექსტში რომ გავიაზროთ, ესე იგი რა არის ისეთი, რაც თქვათ ევროპას აქვს და ჩვენთანაც შესაძლებელია, ან ევროპას კი აქვს, მაგრამ ჩვენ არც უნდა ვიფიქროთ, ან პირიქით. ზოგჯერ არის რომ შეიძლება გაასწრო რაღაცებით წინასე ვთქვათ, ხო? აი ეს შედარებითი ანალიზი რო გავაკეთოთ ორი სიტყვით. მე შევეცდები რაღაცებს დავიწყო და თქვენ დამეხმარეთ. მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ რამე არ შეგვიძლია, მაგრამ მიმაჩნია რომ სისტემა ცოტა კულტურის დონიდანაც უნდა შეიცვალოს. სისტემა ვერ იქნება მარტო იმაზე დამოკიდებული, რომ ვიღაცა ბიძება გადაწყვიტოს კაბინეტებში, ხო? შიგნიდან უნდა თქვენიდან უნდა წამოწოს. ეს სიგიჟეა, ასევე ის ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ აღმოჩნდეს ერთი დამსჯელობითი ჯგუფი ბჭყალებში, რა ვთქვათ, რომელიც გადაწყვეტს, რომ აი მაგალითად პროფესორები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ყველა სტუდენტს ჩავჭრი. იმ სტუდენტს, ვინც არ იმსახურებს, მე ჩავჭრი. ან იმ მოსწავლეს, რომელიც მათ არ იცის, მე დიპლომს არ მივცე. ეს ძალიან რთული იქნება. ეს იქნება იმ ერთი ფენის სრული განადგურება და იმ ერთი ფენის დემონიზირება და არც დიდ შედეგს გამოიწვევს. მე მგონია ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ ერთი მარტივი
ჭეშმარიტებით რომ თუ მე არ ვიმუშავებ საკუთარ თავზე, მაშინ მე არ მექნება არანაირი შედეგი. ძალიან ბევრი გვიფიქრია მეც და ჩემს მეგობრებსაც ამაზე, რა ერთი ძალიან ფუნდამენტური განსხვავება რაც არის წარმოდგენაში არის საქართველოსა და უცხოეთს შორის მე რაც დავაკვირდის არის ის რომ აი რამე იქნება. აი კაი რამე იქნება არის ძალიან მაგარი ჩვენებურად რაცხა იქნება. რაცხა იქნება. აი ძალიან მაგარი თვითგადარჩენის და ზოგადად აი ძალიან მაგარი გამოგონებაა, მაგრამ აი ეს საქმე არ გამოდის. კაი რამე იქნებათი ვდგავართ რიგში, კაი რამე იქნება. არა, კაი რამე იქნება მოგვიტანა კულტურა. აი ეგ არის რომ მოგვიტანა, მაგრამ ეხლა უკვე იმდენად თუ სისტემებთან გვაქვს საქმე, რომ რაღაცა ჯერ გეგმით უნდა გაუსწრო მიმდინარე პროცესებს, ხო? და შემდგომში აი კაი რამე იქნება, კარგია თუ გვექნება თავდაცვის მექანიზმად, როდესაც მართლა აღარაფერი აღარ გამოდის, მაგრამ მოდი მოვავაწყოთ ჩვენს ცხოვრებას ამაზე რომ კაი რამე იქნება, ვერ გამოვა რა ეგრე რა. განათლებაშიც ეს შევამჩნია მე რომ ვერ იქნება. ვიღაცა თუ ისწავლის კარგად, ის ჩააბარებს, ის გადავაშენებს. ეს კარგად სწავლაც ხო პირობითია გევიკო. კარგად სწავლა პირობითია, მაგრამ რას ნიშნავს კარგად სწავლა? მე მან აი მე ცოტათი ბევრს ფიქრობდი მაგაზე სტანდარტიზებას თუ აქვს თუ არა ადგილი განათლებაში, ჩემი აზრით განათლებაში იმ დონეზე, როდესაც ვსაუბრობთ აი სამედიცინო სფეროში სტანდარტიზებას როგორ არა აქვს ადგილი. იქ ვიღაცა არის, ვინც უკეთესად ისწავლა და ვინც უფრო პროფესიონალია თავის საქმე, არის ვინც უბრალოდ დადიოდა. აი აქ რაღაცნაირად უნდა მოვახდინოთ ამათი დიფერენციაცია. და მე მგონია რომ ეს შეიძლება რაღაც არ არის კეთილი იდეა და ადამიანებს ცოტა უფრო უკეთესად უნდა ვეპრობოდეთ, მაგრამ იმაჩნია რომ ნუ აი რავი რა, ვიღაცა უფრო მეტ სწავლობს, ვიღაცამ უფრო მეტი იცის. შესაბამისად ის შეძლებს რომ შემდეგი რაღაცა ისწავლოს. ანუ უფრო განავითაროს, ხო? მაგრამ თუ ვიღაცა თუ შენი წინამდებარი არის იცი როგორ წავ. სად მიდიხარ? აი ეგ არის რომ სად მიდიხარ? იქ თუ გვინდა ტესტი ჩავსვათ, იქ თუ გვინდა რაღაცა ფორმით აი ეს უნდა მოხდეს რომ ის კი არა რომ უნიჭო როგორ ვერ ის უნდა იყოს რომ ვერ გამოგივიდა მოდი თავიდან სხვა მხრივ შევხედოთ იქნება აქედან ისწავლო თუ აქედანაც არა გამოდის მაშინ ნუ კარგი რაღაცა შეიძლება სხვა ასპექტი მოგწონს ამ განათლების და მოდი ეს ისწავლე მაგრამ ეს არ არის რომ არაფერი არის შენს ისიც იმიტომ რომ დავდივართ ყველანი ვართ ქიმიკოსები ხო გასაგებია ვერ გამოდის არა ბექგრაუნდი უნდა გქონდეთ უმეტეს ახლა ფუნდამენტურ მეცნიერებებში თუ ცოდნა არა გაქვს კაი მე შენ გეტყვი და რა ფილოსოფიაში შეიძლება არა მაგაც არ შეიძლება ხო ფილოსოფიის ისტორიაც უნდა იცოდე ფილოსოფიაში ვიღაცა იფიქრებს რომ მე თვითონ მოიფიქრა ეგ რაღაცა და ვიღაცას ექნება ასე წლის წინ აფიქრე და სიცხეა კი თან მით უმეტეს ანტიკურმა ბერძნებმა ხო ამოწურეს ყველაფერი და დააყენეს ყველა საკითხი და მოათავეს მეცნიერების განვითარება ხო მე მგონია რომ ეს კავშირები არის მე რაც ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის იყო ეს რომ კაი რაღაცა არ იქნება შენ არ ისწავლე ნახე აი ეს უკვე ზუსტად კარგად შეეხე ეს არის კულტურის ნაწილი როდესაც ადამიანები ფიქრობენ რომ რაღაცა თავისთავად უნდა მოხდეს რაღაცა თანშობილი უნდა ამოხეთქოს და არაფერი არ მჭირდება სწავლა და გარედან მიღება ინფორმაციის არამედ უკვე ჩემში არის კი ეს არის ალბათ იმის გავლენაც რომ სამსახური მაინც გექნება. რაც მე ვერ ხვდები, როგორ შეიძლება რომ სამსახური მაინც გქონდეს. ანუ აქ უკვე ნეპოტისტური ამბები და შემოვიდა ჩვენი. საიდან გექნება საქართველოში არავის არ აქვს სამსახური. ანუ ეგ არის რომ რაღაცა იქნება. რაღაცა იქნება. სამსახური იქნება, რამე თუ არ იქნება, რამე იქნება. ხო, რამე იქნება. ხო ეს ის არის. და მეორე არის ალბათ რაც კარგი იქნებოდა რომ ასე გვეფიქრა ინტერესი და იმის გააზრება რა შეიძლება რომ მართლა რომ გააკეთო. ანუ როდესაც თვალსაჩინო გაქვს ეს და როდესაც თვალსაჩინო გაქვს რომ ნუ მამა ჩემი ის იყო, ბიძა ჩემი ის იყო, ბიძა ჩემი ის იყო, მამა ჩემი ის იყო, ისი იმას აკეთებდა, დედა ჩემი იმას აკეთებდა, მორჩა.
სისტემა რაც იცი ეგ არის. ჩვენ ახლა გავხდით უფრო და გვეხმარა ინტერნეტიც და ძალიან ბევრი სხვა რამეც იმაში რომ დაგვენახა რომ სხვა შესაძლებლობებიც არის. შეგიძლია რომ შენი ინტერესი რაც არის ნიშა ინტერესი იმითი განვითარდე და ეს იყოს შენი საქმე. მაგრამ რთულია ამის გაკეთება მაშინ როდესაც მაგალითი მარტო ეს გაქვს. ანუ პირადი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ნახე რა პრობლემას ვაწყდებით და სადამდე მივდივართ. აი დაუშვათ შენ, ხო, ამ შენი კვლევებით. ამ შენი მასპინძელი ელემენტებით და ამ წოდნებით ხარ შეიარაღებული და ჩამოხვედი საქართველოში. ვის ჭირდები? ამჟამად მე მგონია რომ არავის. მაგრამ მე სჭიროებულობაზეც აი მართლა არ არა შენ ხო იმიტომ არ წასულხარ რომ ეს რაღაცა თავისთავად შეგეძინა წოდნით გამდიდრებული ჩამოსულიყავი და ესე გაფუყული იყო ხო? ხო არა ფუყობა შენ ხო იმისთვის წახვედი რომ რაღაცა შეგიდა გამოიყენო. სად უნდა გამოიყენო შენი მასპინძლები? მესამე რაღაცაც მქონდა იქ დარჩენილი, მაგრამ ხო მასპინძლები შეანდარე, დაამთავრე. არა, ხო, მესამე ის იყო ალბათ, რომ სხვა საშუალებებიც არის. არ არის აუცილებელი, რომ ფიზიკურად იყოს სხვაგან, ხო? არა. არ არის აუცილებელი, რომ იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ქიმიაში, როდესაც შეიძლება იყო მაგისტრი ქიმიაში და კონდეს ძალიან კარგი შემოსავალი, ჩემზე უკეთესი შემოსავალი ვიდრე ფილოსოფიის დოქტორს. მოიცა იქაც მასია, რაც უფრო მაღალი კომპეტენციები უფრო ნაკლებია ხელფასი. იმას კომპეტენცია თუ აიმაღლებ იქ შესაბამისად ხელფასიც იმატებს, მაგრამ სტანდარტი ცხოვრების საშუალო დონის კომპეტენციისთვისაც ძალიან კარგია. და პრობლემა აქ უბრალოდ ის არის, რომ კომპეტენციები მიწერილი აქვს ხალხს. მაგრამ სინამდვილეში კომპეტენტური არავინ არ არის და შესაბამისად ეს ხელფასებიც ცოტა არეულად არის გადანაწილებული და ამიტომ ყველა ცდილობს რომ რაღაცა ერთი სისტემა არის, რომ აი მე უნდა ვისწავლო რატომღაც, რომ რაღაც დიპლომი მქონდეს, რომ მე რაღაც სადღაც სამსახურში მოვხდე და იქ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მე მართლა ვისწავლე არ ვისწავლე, უბრალოდ ეს რაღაცა მივიტანე. ის ცოტა განსხვავებულია, მარტო ის რომ ეს ფურცელი გაქვს არაფერს არ ნიშნავს. თუმცა მასაც ნიშნავს რომ ფურცლის garaშე ვერ მიხვალ. არა, იქ ზუსტად ეგ არის რომ ნიშნავს რომ შენ აი ამ კომპეტენციის კაცი ხარ, მოხვედი და ეხლა ისწავლე. და ეს გიდასტურებს ამას, ანუ ერთი-ერთში არის. მარტო ფურცლის ღირებულება არ არის. იმ ფურცლის უკან კომპეტენციები დგას, ხო? მეტნაკლებად თავისთავად, მაგრამ ნუ რასთან შედარებით გააჩნია, ხო? იქ არის ეს რომ. ახლა მოდი გამოვიყენოთ აქ. რა ჯანდაბად გვინდა ეს ყველაფერი. ალბათ ეგ არც არაფერში, მაგრამ ფილოსოფიის დოქტორი თუ რაღაც ეს ისულელე PhD მოკლედ, დოქტორანტურა. და ზოგადად მაგისტრატურა. იცი ჩვენ სივრცეში ფილოსოფიის დოქტორს რო ამბობ, ყველას გონია რომ ფილოსოფოსი ხარ. ვიცი, დოქტორანტი ვთქვათ, ხო? ადეკვატური შესაძლებელი. დოქტორანტურა ჩემი აზრით არის პროფესიონალური პრობლემის მომძიებელის და პროფესიონალის პრობლემის მომგვარებლის შექმნა. ანუ აი მთელი 4 წელი, რაც მე ანუ შენ გევალება შენი დარგის საჭიროებების შექმნა, ხო? თუ გადასარევი მწლადყამილ მიწაზე მოხვალა გერდა. არავის არაფერი არ არის. შესაბამისად ის რომ მე ჩემი რაღაც იდეა ფიქსით მოვიდე აქ რომ აი მე ხა და მაინც იმაზე უნდა ვიმუშაო არ არის ეგრე. მე მიმაჩნია რომ თუ გამოჩნდა რაიმე საინტერესო პრობლემა, რომელშიც მე კომპეტენტური ვარ რომ შევისწავლო, რატომაც არა, შევისწავლოთ. მაგრამ პრობლემა ეგ არ არის. პრობლემა არის როგორ შეისწავლოთ. აი აქ ძალიან დიდ რესურსებთან არის საქმე. ანუ ეს მატერიალური რესურსები ხო დანადგარები ისინი და ძალიან ჩამორჩებით. არის რამდენიმე საკმაოდ კარგი მეცნიერი საქართველოში. კონკრეტულზე არ ვამბობ. ისეც არიან ძალიან ბევრი კარგი მეცნიერები საქართველოში. მათაც შეგვიძლიათ გავესაუბროთ და ვკითხოთ რას ფიქრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობს ეს ხალხი აქაური რესურსებით გააკეთოს ისეთ შეუძლიათ, ყველა ისარგებლებდა ცოტა უფრო მეტი რესურსებით, რომ თავიანთი მეცნიერებაც და თავიანთი იდეებიც უფრო წინ წაიყვანათ და
მაგრამ მაგას თუ პრაქტიკული ის არა, აი როგორც Silicon Valley-ა, ხო, ექსპერიმენტებს ატარებენ, უამრავ სტარტაპს აფინანსებენ, ხო, რამდენადაც აკეთებენ და მერე სადღაც რომელიღაცა ერთი სტარტაპი რაღაცა თავის ადგილს იპოვის და ფინანსურადაც გებას აკეთებს და ბევრ რამესაც, ხო? ქიმია არის ის სფეროს, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი ინვესტიცია ინდუსტრიისგან და ეს არის ძალიან რთული და საბალანსებელი. იმიტომ რომ მართლა უძვირესი ხელსაწყოებზე გიწევს მუშაობა და ამ უძვირეს ხელსაწყოებსაც ასევე ჭირდება თავისი maintenance. თეორიული და პრაქტიკოსი, ხო, ვინც ჭირდება ხალხი, ვინც არის ინჟინერი, ვინც შეეკეთოს, ასე შემდეგ. აი მაგალითად რო გითხრათ, NMR არის ის ხელსაწყო, რომელიც ჩვენს სფეროში არის ფილოსოფისტვის პასტა და ფურცელი რაც არის, ეგ არის ორგანული ქიმიკოსისთვის NMR. თელს კავკასიაში არის ორი NMR. ერთი არის სომხეთში, რომელიც საკმაოდ ძველია უკვე და მეორე იყო სან-დიეგოს უნივერსიტეტში. მე მგონი დღემდე არის ის ხელსაწყო სამწუხაროდ არ ვიცი. იმედი მაქვს. და რას აკეთებს ეს NMR? NMR შეუძლია დაადგინოს ეს რაღაც ფხვნილი რომ მომიტან ამ ფხვნილში რა არის. ქიმიურ შემადგენლობას ადგენ. ოღონდ ცოტათი გავამარტივე, როგორც ხდება ეს პროცესი, მაგრამ ეს არის ის ერთადერთი ხელსაწყო, რომელიც გჭირდება თუ ახალ მოლეკულას შექმნი, ვერანაირად ვერ დაადასტურებ შენ თუ ახალი მოლეკულა შექმნი, თუ NMR არ გაქვს. მაგრამ ეს არის მოიცა ქიმიური შემადგენლობის უბრალოდ კი არა და სტრუქტურის მოლეკულის დონეზე ხედავს, ხო? გასაგები. ეს არის აი ისეთი პირველადი საჭიროების ნივთი ქიმიაში, რომ მეტი არ არის კომბა და ეგ არის. იზოტოპები ხო მაგას ნიშნავს, რომ შეიძლება ერთი იგივე ქიმიური ფორმულა იყოს, მაგრამ განლაგებამ სტრუქტურამ შეცვალოს თვისება, ხო? კი, ჩვენ ამ შემთხვევაში იზომერია ეგ დიდი ბოდიში, იზოტოპი ატომის ნიტრონი აქვს. ამ შემთხვევაში ზუსტად ეგ არის, რომ აი ეს ჭიქა თუ არის, ეს ჭიქა რაც მე წარმოვიდგინე, ერთადერთი, ანუ ძალიან მაღალი დონის დადასტურება მისი და ძალიან სწრაფი არის NMR. და არ გვაქვს. არის ერთი. ის არ ვიცით. და თუა გამოყენებაში ეგ კიდეც აკეთებ. არ ვიცი. აი ეგ რაც არ ვიცი, არ ვიცი ნამდვილად. და თან ეხლა ჩვენ რო პრაქტიკულ გამოყენებაზე ვლაპარაკობთ, წარმოიდგინეთ ეხლა როგორი ამბავი იყო. მე მახსოვს მე-21 საუკუნის დასაწყისში, ну სადღაც 20-25 წლის წინ, ხო? თურქეთიდან საქართველოში მოდიოდნენ სამკურნალო და თურქეთში რომ მოტეხილობაზე კიდურს კვეთდნენ იმის შიშით რომ განგრენა არ განვითარებული იყო ზუსტად იმ მოტეხილობას ჩვენთან ხაბაზები რო არიან ხო თვით ნასწავლი ექიმები აი ეს ოჯახი რომ მკურნალობდა ასეთ მოტეხილობას თურქეთში ამპუტაციით შველიდნენ და წარმოიდგინე და 20 წელი არის გასული და ქიმიაში ჩადებულმა ინვესტიციებმა და ბიოქიმიის განვითარებამ როგორი აფეთქება გამოიწვია მედიცინის. თავისთავად, ჩვენ როდესაც საუბრობთ მეცნიერებაში ფულის ჩადებაზე, აქ ძალიან მეამიტური იქნება ის იდეა, რომ აი რაღაც ოლიმპიური ოქროს მედალი ავიღოთ მეცნიერებაში და ნობელიეტა ავიღოთ ყველანზე, ეს არის არასწორი. ვერ მოხდება, იმიტომ რომ წინაპირობა არ არის მაგის. ანუ აი ამას ჭირდება ძალიან დიდი ცოდნა. ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც უნდა გროვდებოდეს თვითონ გარემოში და რომელიც უნდა გროვდებოდეს უნივერსიტეტში. და თან რა არის, თანამშრომლობა არ არის დარგებში, ერთი დარგის სპეციალისტებს შორის რაღაცა და თითო კაცო მარტო პოლიტიკურად კი არ ვარ დაყოფილი კაცო. ამ დარგობრივადაც რაღაცა რა არის იცი უნივერსიტეტმა შემოიღეს ეს აფილირების სისტემები ნიშნავს იმას, რომ პროფესორი, რომელიც შენი უნივერსიტეტის თანამშრომელია, თან ნახე როგორია უნივერსიტეტის პროფესორი და ზოგადად უნივერსიტეტი როგორც სასწავლო დაწესებულებასთან მიმულია კვლევითი ნაწილიც. ანუ უნივერსიტეტი იმავდროულად კვლევითი ცენტრიც არის და სასწავლო ცენტრიც არის. ეხლა ნახე, როგორც სასწავლო ცენტრი, შენ უნივერსიტეტი გიჭერს იმას, აფილირებას გიკეთებს, რომ უნდა იყო, მხოლოდ მასთან, ანუ არ თანამშრომლობს სხვა უნივერსიტეტთან, იმიტომ რომ აფილირება მაგას ნიშნავს. რომ სხვა უნივერსიტეტში არ უნდა იმუშაო, ამ უნივერსიტეტში რა ხარ? არ მუშაობ. დიდი ბოდიში კარგია. ხო, არა, ეგ არის და ეგ არის პრობლემა, რომ გამოდის რომ შეიძლება, რა ვიცი, ახლა ბათუმის უნივერსიტეტის ქიმიკოსები და რა ვიცი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ქიმიკოსები თუ რაიმე ერთობლივი პროგრამა არ შექმნეს, აი ასე თავისუფლად ერთმანეთთან მე თანამშრომლობენ. მე ერთ რაღაცას დავამატებ წინა იმას.
ფულის ჩადებას რაც შეეხება მეცნიერებაში ნობელის პრემია არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ იმავე ენით ვისაუბროთ და იმავე ანბანით წაკითხვა შეგვეძლოს, რაც სამყაროს შეუძლია. მეცნიერებაში ანუ დღეს თანამედროვე მიღწევა რაც არის მეცნიერებაში ეს უნდა ვიცოდეთ. მოიცა ძალიან ჩამოვრჩებით ახლა მაგაზე ლაპარაკობ ეთყობაც უნდა დასაკ. არ მითხარ ხა დედაჩემზე მამაჩემზე მეტი ვიცი უკვე. მე დარწმუნებული ვარ რომ აი მეორე ნაწილზე გადავდივართ ახლა რატო ხდება ეს? ჩემი აზრით რესურსები არის ძალიან დიდი პრობლემა. თუ რესურსები არ გაქვს მატერიალური თუ ინტელექტუალური რას გქონდეს? ალბათ ორი. ესე მიდის. ჯერ მატერიალურით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ თუ მე მექნება იმის საშუალება რომ მეყოლებო დოქტორანტი სტუდენტი, რომელსაც მე გადავხდი ხელფასს და რომელსაც არ მოუწევს მასწავლებლად მუშაობა სადღაც და მთლიანად შეძლებს რომ მეცნიერება აკეთოს და მექნება იმის ხელსაწყო რომ მეცნიერება აკეთოს. ცოტათი უფრო მარტივია რომ ეს მეცნიერების მანქანა წინ წავწიოთ, მაგრამ თუ რესურსების ომი გვიწევს, მაშინ უკვე იწყება ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მე არ შემიძლია რომ იმასთან აფილირებული ვიყო და ამასთან ვითანამშრომლო, იმიტომ რომ აი ეს მე არ ვიცოდი ამის შესახებ ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ კოლაბორაცია არის უმაგრესი რამე, რაც მეცნიერებას შეუძლია რომ გააკეთოს. აი ამაზე მართლა ძალიან მაგარია, როდესაც შენ რაღაცა ან გამოცდილება არ გაქვს, ან ხელსაწყო არ გაქვს და შეგიძლია ვიღაცას მიწერო და გიждდება ისეთ ისე უხარია რომ ვიღაცა გიჟი გადარეული მოდის და რაღაცას ერთად გააკეთებენ იმისთვის უდიდესი ბენეფიტია რომ მეცნიერება წინ წაიწია და თან CV-ში ძალიან მაგარი რამე დაიწერა, იმიტომ რომ უკვე შეუძლია ადამიანს რომ ითანამშრომლოს ვიღაცებთან. ამიტომ მე მგონია რომ რესურსები უცხოელებთან თანამშრომლობა შეუძლიათ. არ შეუძლიათ ხო ადგილობრივ. მე მგონია რომ ეს უფრო იმას გავს რომ ცოტა დააძალო ქართულ მეცნიერებს რომ უცხოეთთან ითანამშრომლოს, რაც არ ვიცი, აი დაძალება რამდენად სწორი რაღაცაა, მე ბავშვების ფსიქოლოგიაში არ ვერ ყვევი, მაგრამ მოზარდების ფსიქოლოგიიდან ვიცი რომ აი დაძალებით დიდად არავინ არ არის ხო. ჩემი მოგზალებული აზრით და ნახოთ, იქნებ გამოჩნდეს იმის ინტერესი, არ ვიცი. ერთი კიდე ის არის რომ იცვლება ძალიან თაობებში უფრო მეტი ბუდის მეცნიერი და უფრო მეტად ტემპი სხვა არის თავისთავად, მაგრამ უფრო მეტი არის ინტერესი მეცნიერების მიმართ და ნახოთ რა იქნება. კი ძალიან. ეხლა დღეს მაგალითად მეოთხე კლასელი ბავშვები. კიდევ ერთხელ თქვა ძალიან ნელი. იმაზე ბევრად ნელი ვიდრე მე მინდა რომ იყოს, მაგრამ არის მეოთხე კლასელი ბავშვები რაღაცა ისეთ აი თქვენ რო იყავით მე-12 კლასში საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, შენზე არ გულისხმობ ატომი რო ჩემთან გაიგონეს ჩემ აბიტურიენტებმა და ატომის აგებულებას რო ერთად ვარჩევდით. ამაზე მეტი იციან მე-4 კლასელებმა. ეს შედარება არ არის ხო? ამას ვგრძნობა ეგეთი ემპირიული დაგროვითი ცოდნა რაც არის რაღაცა დონეზე იღებენ ამ ინფორმაციას. ერთი კითხვა მაქვს. დაბრუნდები საქართველოში. ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ იმაჩნია რომ როდესაც როგორ თქვა, რაღაცა უნდა იყო ჩამოყალიბებული მეცნიერად, რომელსაც აქვს ხედვა, რომელსაც აქვს იდეები და რომელსაც იცის როგორ მოერგოს სხვადასხვა გარემოს. ჯერჯერობით მე მოვერგე სამ სისტემას. ერთი საქართველოს განათლების სისტემას, მეორე ამერიკულ განათლების სისტემას, სატელიტ პროგრამაში ვინმე პროგრამა ერთგვარს და ერთი დიპლომი უკვე ავიღე და მეორე დიპლომი ავიღე, ვცდილობ რომ ავიღო ახლა ბელგიაში და აი ამ რაღაც ჩემი სისტემების სრულებით მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს ბევრი გამოცდილება მიიღო. და გარდა ამისა, აი ჩემს უფროს კოლეგებს, როდესაც ვუყურებ, იქ ხვდები, რომ იმ ადამიანმა ზუსტად იცის, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. მე მქონია შემთხვევები, როდესაც ვიწყებ რაღაცა ახალი იდეას, მაგრამ სრულიად გამოვცდელი ვარ და 1 წელი, 2 წელი მჭირდება იმ რაღაცის მოსაძებნად, რასაც შეიძლება თვეები დაჭირდეს ვიღაცას ან კვირა. ეს ჩემი პირადი განვითარების მომენტია, რომ მე მინდა რომ უფრო უკეთესი ვიყო, აი რაღაცა ვნახო, სად შეიძლება რომ მივიდე. და მაგის შემდგომ რავი თავისთავად ძალიან აი რასაც ვამბობ, მე მიმაჩნია რომ ჩვენი ქვეყანა შეუძლია რომ ძალიან მაგარი რამე გახდეს. იმის გათვალისწინებით რომ აი
ელემენტარული მართლა რო ავიღოთ ეს ძმები ნობელები გიჟები ხო არ იყვნენ და იყო აქ იმის საშუალება რომ ან ავტობუსის გადამამუშავებაზე ნუ ეხლაც სატრანზიტო ხაბად მიდის ჩვენი გადაკეთება აი თუნდაც აი ამ სატრანზიტოდ მაგრამ ასევე მიმაჩნია რომ სხვა პერსპექტივებითაც შეიძლება საქართველოს გახდეს ცოტა უფრო მაღალი იდეების მეცნიერების მატარებელი ვიდრე რაც არის მოდით სამეზობლოთი დავწყოთ და მე ვნახოთ რა იქნება აქ არის ბევრი პრობლემა, ბევრი გარემოს პრობლემა არის ჩემთვის ხა ისეთი მეტნაკლებად საინტერესო. რომც მოგვარებად შეიძლება და რომელშიც ნაგავის გადამამუშავებელი არანაირი სტრუქტურა არ გაგვაჩნია წარმოიდგინე. საკურორტო ქალაქი ვარ, თელი კანალიზაცია სხვაში ჩადის. ნახე. ქონდა ბედნიერება. გავიჭყომპალავე და არ იყო სასიამოვნო. მაგრამ ნუ ხო, არის ძალიან დიდი რესურსი არის და ოღონდ ცოტათი უფრო მამაცები უნდა ვიყო. ერთი მხრივ რესურსი არის, რომ საჭიროება არის ამ საბუნებისმეტყველო მეცნიერების გამოყენების და მეორე მხრივ ნება არ არის, რომ ეს მოხდეს ხო და ამის განხორციელება. ის ძალიან რთული პროცესია, როდესაც ნების დანახვას ცოტა დაფიქრება უნდა. ანუ ნება რო გამოჩნდეს მაგას აზროვნება დიდი დაფიქრება. აზროვნებას რაღაცა ტიპის ბექგრაუნდი ეს ტრეში ვიკრებით, მაგრამ მივიდივართ იგივე პრობლემამდე. თუ უბრალოდ მაგალითებს გავახსენებთ ამ ხალხს, ზოგადად ყველას, მთელ საზოგადოებას, რომ უდიდესი წინსვლა ქონდა ჩინეთს, უდიდესი წინსვლა ქონდა სამხრეთ კორეას, უდიდესი წინსვლა ქონდა სინგაპურს, უდიდესი წინსვლა ქონდა იაპონიას მეორე მსოფლიო ომის მერე განვითარდა. იაპონიას ვაგანარი. სხვა პლანეტას ერიანა. იმათ რა ყოველთვის ექნებოდა. იცი ბიზნესი რატო განვითარდა იაპონია მასე? თქვენ მითხარით მე არ ვიტყვი. არა, ფაქტია ისტორიული რომ მეორე მსოფლიო ომის მერე როდესაც ამერიკელებმა დაუწერეს კონსტიტუცია დაწერეს და კონსტიტუცია შეცვალეს. ჯეფერსონისეული კონსტიტუცია დაუდეს და მერე განვითარდა და იმათ აქვთ ჯეფერსონის დაწერილი კონსტიტუცია და ჩვენ გვაქვს კობახიძის. ახლა რა იქნება? მე იმაქვს რომ იქნება დაფიქრება და იმ დაფიქრების შედეგად მოხდება ის, რაც ცოტა სხვანაირად შეგვახედებს, რომ მეცნიერებას აქვს ძალიან მაგარი თვისება, რომ NASA-ს ყველაზე დიდი მიღწევა მთვარეზე ასვლა კი იყო, მაგრამ NASA-ს მთვარეზე ასვლას მოყვა უდიდესი წინსვლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, უდიდესი წინსვლა ინტერნეტში და GPS სისტემებში და ასე. ნუ GPS-ი ცოტა ომმაც გამოიგონა, მაგრამ აი ამ სისტემებში მოყვა სატელიტის ისე ომებმა განავითარა კაცობრიობა, ეგ არის ყველაზე საინტერესო. მეორე მსოფლიო ომის შედეგია კომპიუტერის გამოგონება. MRT, რუსულად მაგნიტორეზონანსული კვლევა ხო? ეგეც. ბევრი კარგი რა. ეგეც როგორ არ არსებობს ხო რაღაცა ყველა პოზიტიურს ნეგატიური ახლა. ხო არ არის რამე ისეთი რაც გინდოდა რომ გეთქვა და მე არ კითხე. არა, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ვისაუბრეთ სისტემების განსხვავებაზე და აი ეს არის ის, რაზეც მართლა ძალიან ბევრს ვფიქრობდი, როდესაც გარემოს რო იცი და მე მახსოვს ბელგიაში პირველად რო ჩავედი მაინც ახლა სან-დიეგოში ვსწავლობდით ქართველები და გვასწავლდნენ ამერიკელი პროფესორები. ბელგიაში ვსწავლობდი და მასწავლდნენ ბელგიელი პროფესორები და მყავდა ბელგიელი, იტალიელი, შვედი, გერმანელი, ესპანელი კოლეგები და ანუ კურსელები იყვნენ სხვადასხვა ხო. ცოტა სხვანაირად შევხედე სიტუაციას მაშინ და მაგრამ ერთი საერთო იყო ყველგან ერთი და იგივე რომ შრომა იყო ყველასთვის მინიმუმი. ანუ ეს წარმოუდგენელი იყო რომ ლექციაზე მიხვიდე და არ ისწავლო. მაშინ რატო დადიხარ? ეგ იყო უბრალოდ კითხვა. მეტი იაპონელები რო ვერ იგებდნენ იმაში. საბჭოთა კავშირში ხო საქონელზე დეფიციტი იყო და იმისთვის რომ მანქანა ეყიდათ, წლები იდგნენ რიგში რა და იაპონელებმა ორი რამე ვერ გაიგეს საბჭოთა კავშირში რო იყვნენ ჯამსული. ესე იგი ერთი რატო ღირდა ძველი მანქანა, ანუ ქარხნის მერე გამოყვანილი მანქანა უფრო ძვირი ვიდრე ახალი და მეორე რატო იხდიდნენ
ფულს სწავლაში, ანუ არ სწავლაში. ანუ საგნით ჩაბარებაში რატო იხდა? ეს ვერ გაიგეს. აი ძალიან ბევრი განმარტება დაჭირდათ რომ გაეგოთ. ნამდვილად და არ ვიცი ეს არის საბჭოთა კავშირის გავლენა ჩვენ ცნობიერებაზე, თორე ქართულს არასდროს არ ქონია ტრადიციულად. მაგაზეც საუბარი შეიძლება. მე საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა ძალიან ნეგატიური რამე გამოიწვია ჩვენს მენტალიტეტში. კი და მე მგონია რომ ცოტა სხვა ისტორიული მიზეზების იყო რომელზეც ასევე ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ისევ და ისევ აი ამ თვითგადარჩენის მიზნით. რაც ხო რაღაც ისეთ პატარა ამ საჭირო. მაგრამ მე მჯერა და იმედი მაქვს რომ რავი მარტო იმითი რომ იმჟელოთ მე რა ხალხისთვის წამოსული ან წასულიან აქ მოღვაწე მეცნიერები ძალიან ბევრი ძალიან ნიჭიერი ადამიანია რომელმაც ერთი ის ნამდვილად დაამტკიცა რომ მართლაც არათანასწორ პირობებში შეძლეს წინსვლა თუნდაც არასწორად არ გამიგოთ მე აქ რაღაც წარმოუდგენელ ნიჭზე არაფერზე არ მაქვს საუბარი ესე იყო ჩინეთის შემთხვევაშიც ესე იყო თავის დროზე იაპონიის შემთხვევაშიც და ძალიან ბევრი ქვეყნის პოლონელი მეგობრები მყავს სერბი და იტალიელი რომლებიც ასევე წამოვიდნენ და იგივე ანათამარი პირობები იყო ხო პოლონელისთვის და სერბისთვის სიტყვაზე რომლებიც მიაღწიეს ამ მაქსიმუმებს ეს არის ცოტა ემიგრანტის პრობლემა რომ მენტალობით ჩადიხარ ცოტა იმის პრობლემაც რომ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო ესეც იყო მაგრამ ფაქტია რომ შესაძლებელია რომ ტოპ უნივერსიტეტებში სამყაროში ჩვენ ვიყოთ და ვაკეთოთ მეცნიერება და თუ ეს შეგვიძლია რავი გავაკეთოთ ხო რატომაც არა მაგარი ძალიან მაგარი ძალიან კაია და ფინალურ ფაზაში გადავიდეთ კი ბატონო რახან ჩვენს პოდკასტს ქვია ლალისთან ყავაზე ორი სიტყვა ყავის შესახებ უნდა მითხრა. ჩემოსწავლეებს არ ვკვირთ, იმიტომ რომ ყველა ჯგუფთან ფინჯანი ყავით და ეს პოდკასტი რომ გამოვიდა რაღაცა ძალიან ჰარმონიულად გამოვიდა, ეს იგი მე და ყავა განუყოფელი ვარ და მე ყავა და რაღაცა განათლების ამბები რაღაცა ძალიან ერთად ვარ. ყავაზე? ყავა რა არის შენთვის? რას წარმოადგენს? ხამე ყავის მას რო ერიდები, ეს უკვე ვიცი. ხამე ყავის მას რო ერიდები, იმიტომ რომ ყავა ჩემთვის წარმოადგენს რაღაც ცოტათი მედიტაციური ისა აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ დილით ყავა ორი აქვს, ერთი დილით ყავა, რაც არის ჩემთვის ანუ ოკეი, დავიწყეთ. ანუ ყავით უნდა დაიწყო. კი ბატონო. ხო, აბა სხვა რა. ყავა ასევე ჩემთვის ასოცირდება იმასთან, რომ აი თუ დილას ყავის ვიწყებთ, ესე იგი საქმე მაგარი იქნება და უნდა ვქნათ და აბაჰე, იმიტომ რომ თუ ყავას შუადღით, მე უკვე იმას ნიშნავს, რომ შაბათია, ალბათ ნაბახუსებზე ვარ და გავცოცხლდე. ერთი არის რომ мотиваცია, მეორე არის რომ შემოფხიზლება და მესამე არის ძირითადად ყავას შევ, მეორე ჩემი ყავა არის 3-ან 4 საათზე, როდესაც უკვე სამსახურში კარგად ვერ მიდის საქმეები. კიდე შემოულაწოდო შენ. ცოტა მინდა რომ უთხრა ჩემს თავს, რომ არა უშავს. არა უშავს ყავა თალიე და მე ვნახოთ რა იქნება. და ეგ არის 3 საათის ეს მედიტაციური ბრეიკი არის, ან მეგობრებთან უბრალოდ აი ერთი გაჭორავება, რომ ცოტა მე წინ მეორეს უთქვა, რომ მე წინ წახვიდე. კი, მაგის იმას იძლევა და ეს ბათუმური ყავა როგორ გაქვს ბელგიაში რა გეშველება? თუ ბერძნოს ყიდულობ იქ და ბერძნოს. მაგრამ ბათუმური ძალიან მენატრება შეთაშორის, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა უფრო რბილია. სხვა რამე. ჩვენ იქ ძალიან გემოების ბრძოლა მიდის და რაღაცა ჩვენი ბილია შინაურია თაგ სახში მიგიღებს ჩაგეხუტება. გენატრება მე თბილი გენატრება საზამთრო რაღაცა და ესენი მერე უკვე სახლი მენატრება და მე ბათუმი იწყება ყავით. კი, ნამდვილად კოფე. მაგრამ ყავა იყოს. ხო, ნუ ახლა ეს. ხო, იყოს ხო. კი ბატონო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო საუბარი ამდენი ხნის მერე. კამერა ხო დაგავიწყდა? როგორ? კამერა რო ოი რა. კი ბატონო. სადა? ხო, ეს ახლავს ზუსტად აი ამ ყავას და ყავასთან საბორზე კაი ადამიანთან ურთიერთობას. აი ხა.
ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩვენ ვიმყოფებოდით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში და ჩემი სტუმარი იყო გივი კალანთია, ჩემი ყოფილი მოსწავლე და როგორც უკვე ხედავთ, უკვე შემდგარი პროფესიონალი და ასეთ ადამიანებზე ვამყარებ მომავლის სიკვდილს და თუ რაიმე ოპტიმიზმის შემორჩენილი მაქვს არსებულ სიტუაციაში, აი ასეთი ადამიანების არსებობა. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. აგერ დანებოდეთ. მადლობა.